პატიმრობაში მყოფილი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს სასამართლო პროცესზე გაჟღერებული შენიშვნებითა და პრეტენზიებით ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე პოლიტიკური აქტორების პოზიციონირებით უკმაყოფილოა. ხაბეიშვილის აზრით, ოპოზიციას მხარდამჭერებს პოლიტიკურ გამოსავალს ვერ სთავაზობს, რის მიზეზადაც შიშს ასახელებს. სახალგვარები არ დაკონკრეტებულა იყო მოწოდება ერთიანობისკენ და უწყვეტი აქციებისკენ. ვინ ჰყავდა დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს მხედველობაში? დღევანდელი მიმართვის შემდეგ განმარტებების რეჟიმში არიან მისივე თანაპარტიელებიც, თუმცა ოპოზიციის ნაწილი კრიტიკას არ იღებს. მეტიც, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც პაატა ბურჯულაძესთან ერთად 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის გეგმის აქტიური მხარდამჭერი იყო, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ და იმ ზიანს ახსენებენ, რაც მათი აზრით პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულმა მოვლენებმა ოპოზიციურ სპექტრს და ზოგადად საპროტესტო აქციებს მიაყენა. ეს კადრები არქივიდანაა. უფრო ზუსტად 1 წელს ითვლის დაისდროა, როდესაც პოლიტიკოსები პროტესტის ავანგარდში იყვნენ პროტესტზე, იდგნენ სცენაზე და დაუღალავით უწყვეტი ბრძოლისა და პროტესტისკენ მოუწოდებდნენ სხვებსაც. საპროტესტო აქციები ახლაც გრძელდება, მაგრამ ამ აქციებს ეტაპობრივად შემოეცალნენ დაუღალავი მებრძოლები პოლიტიკური სპექტრიდან. შესაბამისად გაჩნდა კითხვა: სად არიან ისინი? არა ისინი, ვინც წინა წლისგან განსხვავებით სხვადასხვა მიზეზით ახლა საპატიმროშია, არამედ ისინი, ვინც თავისუფლებას არიან და მართალია კვლავ შეურიგებელ ბრძოლაზე საუბრობენ, მაგრამ ძირითადად მაინც ბრიფინგებიდან ან სატელევიზიო ეთერებიდან და როგორც ირკვევა, ყოველდღე აქციაზე დგომას მაინც კაპუჩინოს ამჯობინებენ. ყავასა და აქციაზე დგომას შორის თანამებრძოლების წინაშე მდგარი არჩევანის თაობაზე დეტალები კი დღეს სასამართლო პროცესიდან ლევან ხაბეიშვილმა გაამხილა, რომლის მიმართვაშიც აშკარად იკითხებოდა წყენაც და გაბრაზებაც, რადგან თავად საპატიმროშია, სხვები კი გარეთ კაპუჩინოს მიირთმევენ და ეს საპატიმროდანაც კარგად ჩანს, ისე როგორც გარეთ დარჩენილების შემართებად. ყოველდღე გადამწყვეტია, ეს არ არის თამაში. რა გაჩერებთ სახლში? ღამით კაპუჩინო უნდა დალიოთ, ამიტომ აქციაზე ვერ დარჩებით? მე თურმე ბრალი უნდა ვაღიარო. როგორ ვუთხარი გედედეს არამშრომლებს? ეს არ არის ქრთამი. ქრთამი თქვენკენ მოიკითხეთ. უაზროდ კამათობთ ერთიანობაზე. ერთიანები ხართ ისედაც, რას კამათობთ? გინდათ გითხრათ, რატო ვერ ამბობთ, რომ ერთიანები ხართ? კონკრეტული გადაწყვეტილებებია მისაღები და ამას ვერ იღებთ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები. იძახით გავიმარჯვებთო, ვერ გაიმარჯვებთ, ვიდრე საკუთარ თავში არ დაამარცხებთ შიშს. ყურები გამოიჩხრიკეთ ყველამ და ქვეყნისთვის იბრძოლეთ. გეყოთ გამბედაობა, ან იმ ახალგაზრდებს, ვინც ციხეში არიან, უთხარით გააფორმონ საპროცესო და გამოვიდნენ. აზარზე მოდით. ვიღაცები რომ დგანან და ლაილაობენ. თქვენი ბანერებიანად კონკრეტულ ლოკაციებზე უნდა იყოთ და იქიდან აკეთოთ განცხადებები. ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გაქვთ. დადიხართ ჩარვალ კოსტუმებში გამოწყობილი და ლაილაობთ. როგორ უნდა შესთავაზოთ ხალხს პოლიტიკური გამოსავალი? შიშებში ხართ. ზოგადად ეგეთ რაღაცებში ნაკლებად გულისხმობს, იმიტომ რომ მაგას ამბობდა, რომ მაგიტომ აქვს შემოვართ სიმპათია, რომ არ ვარ მსგავსი ტიპის პოლიტიკოსი. პირადად ჩემზე შემიძლია პირდაპირ გითხრა. მაგრამ ხა ამაზე ხო არ ვიტყვი. მაგას ვერ ვიტყვი ხა. თანაგუნდელი საყვედური სასამართლო პროცესზევე მოისმინეს გიორგი ბოტკოველმა და ირაკლი ფაულენიშვილმა. ეს უკანასკნელი მათ შორის კაპუჩინოს დეტალით დარწმუნებულია, რომ მიმართვა მას პირადად არ ეხებოდა, მაგრამ მაინც მოიაზრებოდა ზოგად კონტექსტში, როგორც გარეთ მყოფი პოლიტიკოსი. ამ ფონზე ფაულენიშვილს არ უყვირს მეგობრის და თანამებრძოლის განაწყენება, რადგან როგორც ირკვევა, თავადაც თulis, რომ ბრძოლა ცოტა უფრო მეტს მოითხოვს, მეტ გამბედაობასაც და მეტ ქმედებასაც. კოლექტიურად აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოს, ყველა თავისუფლებაზე ყოფ ადამიანს მიემართება ეს კითხვა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გულისხმობა, აქტორებს გულისხმობა და არა იმ პროტესტანტებს, რომელთაც ისედაც გვაჩვენეს არაერთხელ უკვე ეს გმინობის მაგალითი, ხო? ამიტომაც ლევან ხაბეიშვილი რომ აქტიურობის და ასე ვთქვათ, თავგანწირვასაც და მათ შორის მოითხოვს უფრო მეტ ბრძოლასაც, ეს არის ძალიან ბუნებრივი პოლიტიკურ პატიმრებს მით უმეტეს აქვთ ამის მორალური უფლებაც ყველაფერს თავიდანვე და მათ შორის ეს საჭიროება დგას ქვეყანაში, იმიტომ რომ რეჟიმი უფრო და უფრო ამკაცრებს ყველაფერს, კონკრეტულ ქმედებებს ჭირდება გამბედაობა და იმისთვის რომ შენ დაამარცხო ეს რეჟიმი, კონკრეტული ქმედებებისთვის ჭირდება გამბედაობა და რა თქმა უნდა შიში უნდა ძლიოს ყველა პოლიტიკურმა აქტორმა. 4 ოქტომბრის მთლიან დღეზე აიღონ პასუხისმგებლობა. ჯობია აი ამ რაღაც არაფრის მომცემი მოწოდებების გაკეთებას ციხიდან. რას შეცვლის, ან საერთოდ შეცვლის თუ არა რაიმეს ოპოზიციის პოლიტიკურ საბრძოლო სტრატეგიაში? ხაბეიშვილის წყენანარავი მოწოდება ჯერ უცნობია, მაგრამ რევოლუციისა და მშვიდობიანი დამხობის თანაავტორს ზოგიერთმა ოპოზიციონერმა უკვე გაახსენა 4 ოქტომბერი და ჯერ ისევ ასაღები პოლიტიკური პასუხისმგებლობა. გიორგი გახარიას პარტიის მსგავსად ლევან ხაბეიშვილისგან 4 ოქტომბრის თაობაზე სიმართლე უფრო მეტად აინტერესებს გირჩს, ვიდრე მოწოდებები ბრძოლის, შიშის დაძლევისა და ერთობის შესახებ, რადგან გირჩი ოპოზიციური ფლანგის ერთობას დიდი ხანია სკეპტიკურად უყურებს. ჩემი აზრით უნდა დაიშალონ.
და ხალხს მიცემს საშუალება ახალი ოპოზიცია ჩამოყალიბოს. იმიტომ რომ მათ მე მგონია რომ დიდი შანსი გაერთიანება იქნება მათი თუ ცალკე დაშლა ნაკლებად იქნებათ. თავის მხრივ ჩემი აზრით ბატონ ლევან ხაბეიშვილსაც 4 ოქტომბერზე აქვს მოსაყოლი სად დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია ქართული ხალხის არჩევნების წინააღმდეგ. საერთოდ არ არის საინტერესო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ეს განცხადება, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა და კონკრეტულად ეს მათი ლიდერი მუდმივად აძლიერებს ოცნებას. შესაბამისად, 4 ოქტომბრის ორგანიზატორმა ჯობია საკუთარ პასუხისმგებლობებს მიხედოს, იმიტომ რომ ნახეთ, რომ პასუხისმგებლობა ნაციონალურმა მოძრაობამ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არ აიღო. თანამებრძოლების მისამართით ხაბეიშვილის წყენას ლოგიკურად, ხოლო თავად მოწოდებას მორიგ რადიკალურ სურვილად მიიჩნევს მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ აშკარაა ლევან ხაბეიშვილს რაღაც უფრო მეტი სურს, ვიდრე ამას ოპოზიცია აკეთებს და ეს რაღაც მეტი სხვა არაფერია თუ არა ის, რასაც მათ შორის თავად ჯერ კიდევ 4 ოქტომბრამდე გეგმავდა. ის ითხოვს, რომ ახალი პუჩი და ახალი შეტევა მოაწყეთ სახელმწიფოს წინააღმდეგო და შეუტიეთ ციხესაც, შეუტიეთ პარლამენტსაც, ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც იგივე წრეზე მიდის თვითონ და იგივე წრეზე უნდა რომ წაიყვანოს სხვა, მაგრამ საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. ეს არის, რო იტყვიან უკვე ნანახი სპექტაკლი, რომელიც გარედან არის, ასე ვთქვათ, მართული, დღეს თავს ისინი მიტოვებულად გრძნობენ და გამომდინარე აქედან სწორედ არის მისი ეს პათეტიკა. მეც გავაგრედიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, იმიტომ რომ ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, წავიდა რისკზე, ამაში გაყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და მე მიატოვეს შუა გზაზე. ხაბეიშვილის გარეშე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა მადლობა ღმერთს ასეთი ამხანაგები მიაყვეს. პოლიტიკურ პროცესებს ლევან ხაბეიშვილი უკვე მესამე თვეა საპატიმროდან ადევნებს თვალს. ის ჯერ კიდევ სექტემბერში დააკავეს იმ განცხადებების გამო, რომლითაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს პროტესტის მხარეს გადასვლის სანაცვლოდ ფულად პრიზებს საჯარო განცხადებებით პირდებოდა. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საუბარი 4 ოქტომბრის რევოლუციასა და მშვიდობიან დამხობაზეც, თუმცა ეს უკანასკნელი მისმა თანამებრძოლებმა 4 ოქტომბერს მის გარეშე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მას კი გამოძიება ორი მუხლით ედავება. უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება.